ზვიადი გულწრფელი იყო. ზვიადს არაფერი არ უთამაშია. ზვიადი არ იყო დემოკრატია თავისი არსით, ის კონსერვატორი იყო, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობა იყო მისთვის თავარი ღირებულება. და პატრიოტიზმი, ზვიადის პატრიოტიზმი იყო ძალიან პრიმიტიული ხალხისთვის კარგად გასაგები. რას ამბობდა ის? თქვენ ეუბნება ის მიტინგს გაცილებით უკვე ერთგვარად პოლიტიკაში ვიდრე კოლი და მარგარეტ ტეტჩერი და ბუში. ახლა ხალხს ამას ეთქვი. მიხეილ სააკაშვილსაც ახასიათებდა ხანდახან ჩავიდოდა რომელიმე რეგიონში და ასეთი ამდენი ლამაზი კაცი არ მინახავს და რაღაცებს ამბობდა ხოლმე, მაგრამ მახსოვს აჭარაში. ხო, ის იყო გასაგები, ასე ვთქვათ, პატარა ეშმაკობები და ზვიადი გულწრფელად ასე თვლიდა, რომ ქართველი რო ხარ, ეს 1000%-ით ამტკიცებს იმას, რომ რომელზეც უკეთესი ხარ, ოზზეც და აფხაზი ვინაა საერთოდ და ძალიან სერიოზულად ამას უჯერებდნენ. იყო მითები, მაგალითად, რომ აფხაზი ხალხი არ არსებობს. მე სერიოზულად კამათში შევსულვარ, რომ არის ეგეთი ხალხი, არის ეგეთი ენა. არ არის ეგეთი კაცო, ვინ არიან, მაგრამ მე-17 საუკუნეში ჩამოეთესლნენ რაღაცა. ქართველები ამერიკელებს უხსნიდნენ. ეს ოსები აქ 300 წელი არიან, მეტი კი არა. ამერიკელები ჩვენ გვეუბნებიან 300 წელი ჩვენთვის 300 წელი არა ამერიკა. გვირდათ ეს ლაპარაკი ჩვენგან, მაგრამ ჩვენთან ეს ზვიადი აეწყო იმაზე, რომ საბჭოთა დროში პატრიოტიზმი უკონტროლო იყო, რასაც გინდა იმას იტყოდი. იმიტომ რომ ხომ ოფიციალურად ვერ ამბობდი და ჩუმად სახში ვამბობდით, რომ აი ლუკები გქონდა მოხატული. ნახევარი მსოფლიო საქართველოს იყო. მე თვითონ მქონდა ასეთი ლუკა ჩემი ხელით გაკეთებული, ახლა სხვებზე რა ვთქვა ახლა. და ამ ხალხზე გავიდა ზვიადი. ამიტომ ზვიადი იყო გამარჯვების ფორმულა. ლიბერალები ვერ იმარჯვებდნენ. დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ აი მაშინ რო ჩატარებული იყო არჩევნები, რომელიც ჩაიშალა სახალხო ფრონტის და რაღაცა, შეიძლება უკეთესად წასულიყო ჩვენი საქმე, შეიძლება არა, მაგრამ ისტორია ვინაიდან არ იცნობს ამ იმას და მე სასტიკად არ მიყვარს ეს if but ხო, ეგ მომენტები რომ ხო შეიძლება და უკეთესად წასულიყავით, რა არ მომხდარიყო აქვია ზურაბ ჭავჭავაძე რომ სახალხო ფრონტს მეტი სიბრძნე გამოეჩინა, რო არ ესტვინათ და არ ჩამოეგდოთ ტრიბუნიდან მერაბ მამარდაშვილი და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ არ ვიყავით ის საზოგადოება, მამარდაშვილის საზოგადოება, არ ვიყავით ჩვენ ვიყავით ზვიადის საზოგადოება. მე არ ვიყავი მაგალითად, მაგრამ ვიღაცები უმეტესობა იყო. ამიტომ ზვიადი იყო პოპულარული. ეს ერთი ფაქტორი. მეორე ფაქტორი, ზვიადი გახდა განსაკუთრებით პოპულარული ყველაზე აქტიურ ნაწილში და ჩვენი საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი არის ქალები. ზვიადი იყო უბრალოდ ესე ოჯახები დაინგრა მაგის გამო. როცა ქმნები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი და ცოლები არა. როგორც ჩანს ეს ღრმა პატრიოტული ამბები, დედები ინახავენ მაინც ქალებს უფრო ესმოდნენ. ამიტომ ზვიადმა ისარგებლა იმ მომენტით, რომ საქართველოს პატრიოტულადაა განწყობილი, ეს ასე იყოს სულ. მე გამასამართლა მოსამართლე როცა თვითნაირ ბიჭები ყავდა დახვრეტილი და ყველა დახვრეტაზე აქ ხელი მოწერილი. იუზა კობახიძიდან დაწყებთ ყველაფერი. ჩემი განაჩენის, სასაცილო განაჩენის იმას დახვრეტასთან შეიძლება სამნახევარი, 3 და ასეთი განაჩენი ხმა უკან ყავდა. იმიტომ ისიც პატრიოტი იყო. ჩემი პროკურორიც პატრიოტი იყო, ჩემი ადვოკატიც გადა ყველა პატრიოტი იყო. ადვოკატმა გითხრა ცუდათაა საქმე და გუშინ რაღაცა ვჭამე და ცუდად ვარ, თურმე ამაშია საქმე. ჩვენ ეგ ვაღებულობს და ყველაზე მეტად. მაგრამ იქ ყველა პატრიოტი იყო. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ ზვიადი სწორ ველზე გავიდა. მან გამოაცხადა, რომ ქართველობა უკვენი აპრიორი ნიშნავს, რომ სხვებზე უკეთესი ვარ და მეტი უფლები გვაქვს. ამიტომ ის რომ ამბობდა ასეთ რამეს, რომ ახლა ამბობენ, რომ არ უთქვამსო და მე ახლა ჩემს ყურებს რა უყურებ. საქართველოს ავტონომიების გარეშე ჩვეულებრივი თეზა იყო. შევარდნაძემ მაშინ 9 აპრილის მერე უნივერსიტეტში თქვა ავტონომიაზე ვლაპარაკობთო. ტვინი დააყოლეთო ტვინიო. ვერ გააუქმებთ აჭარის ავტონომიას, ვერასოდეს.